თქვენ როდესაც მე როგორც ანესთეზიოლოგი რეანიმატოლოგი მაგარი კომპეტენციის და მე თამამად შემიძლია ვთქვა არა მარტო ამ ქვეყანაში, მათ შორის პლანეტარული მასშტაბით, ნებისმიერ ჩემ კოლეგას შემიძლია გვერდზე დავუდგე და შევეჯიბრო ცოდნაში, გამოცდილებაში და უნარ-ჩვევებში, მე და ჩემი მეგობარი, რომელიც დაით მელოდება მე მეხმარებოდა საერთო საქმიანობაში. ორადორი კონტაქტი ყავდა ესეთ პაციენტებს. ესეთი პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. აი მხოლოდ ამ მომენტამდე თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნით ავტოონიზების გამო ყველათ ის რომ დედაჩემი იძულებული გავხდით ჩვენ. თუ გადაგვეყანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, მართალია ეს ჰოსპიტალია. მაგრამ მე ჩემ კომპეტენციებიდან გამომდინარე, იგივე პირობების სახში მქონე შექმნილი ჰოსპიტალში 5 წლა მუშაობს ექიმის. 5 წლა მუშაობს ექიმის. დაახლოებით 40 კაცამდეა დაბალი ადმინისტრატორები, რეგისტრატორები, თანხლები პირები, რომელიც მოდიან სანახავად პაციენტს. თქვენ გაზარდეთ პაციენტის აბადობის და სიკვდილობის რისკს. აი ამიტომ მე მისე შედეგობრივად რა მოხდა თქვენგან განსხვავებით მე სიმართლის და სამართლის ხარისხს და არ ვიკარებ იმას, ის მაგალითად რას ვენაგებია. ის რაც მე შემოგთავაზეთ აპტიკის ზონის ალტერნატივად ერთ რაღაცას ვიდა მხოლოდ ვიქნებოდი მე მისამართზე საბურთალოზე თუ ვიქნებოდი მე გზაში დანარჩენი ყველა თავისუფლება რომელიც შეიძლება შეზღუდული იყო ჩემი აპტიკის პოზიციები გზაში ზუსტად იგივე და მათ შორის შემოგთავაზეთ თუ კი რამე კიდე არის რაც გამოგჩათო დაამატეთ და მე იმას შევასრულებო არც ერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება მინეხეთ და დედაჩემისთვის მათ შორის არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტი გამეცია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემ პრაქტიკის მანძილზე გაბმული. არც ერთი პაციენტი არ გამიშლია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს ცდება გარეთ და შეიძლება ზოგ შემთხვევაში შემაყოლებინა ის ნაყოფში მითასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან ეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად 2 საათში შევწვიდა, 2 საათი არ შევწვიდა მათი დახმარება გადაუდგებელი გუნდის რეანიმაცია. ეს ეგ კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დარგენ. პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც და თინეიჯერები არიან. თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო საერთოდ აი უგრძნობი გადაწყვეტილებით, რომ შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირადაც მიგებოთ, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამეტა, რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც იქნება. ესეთი შინაგანი წმენით მუშაობ და ესეთი შინაგანი წმენით თუ არ იქნება. ესეთი და მინდა კიდევ ერთი გითხრათ, თქვენი მაკონტროლებელი პარტია, რომელიც წარმომადგენელიც ეხლა ახალად და ჯორჯ დავესესები მოსიარული ფონოგრამას მისმენთ და არა პროკურორს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდეს და მოქალაქეებს და კანონს და სამართალს. თქვენ არ მიეცით ქართულ დედას იმის საშუალება, თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდი, რომელიც არის იქნია, რომელიც ასეს რუნავდა. და მე მინდა ვკითხო თქვენ ახალ გოგოჩიშვილო, თქვენ დედა ხარ? და მინდა რომ ვიქნებით დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობას უსურვებთ და მინდა ვიქნებით და ვკითხოთ დედას. რომ აი ესეთი კაცი რაც მე არ გამგები ვაპარაკე. როგორ შეაფასებდა ამ კაცს როგორც პიროვნებას. უბრალოდ მაინტერესებს, მინდა რომ თქვენთვის არა როგორც თქვენზე გაბრაზებული ადამიანის სიტყვა არ იყოს, ეგრე არის. მინდა რომ უბრალოდ თქვენ წინდა თქვენი კარიერა ახალგაზრდა ადამიანი ხართ და არ მინდა როგორც ამ სახელმწიფოს ერთი ნაწილი თქვენ და მე. ეს სხვა ბევრი მოქალაქეები ისე თანაცხოვრობენ ერთმანეთს არ დავაზიანებთ. ხანდახან გავწევთ ჩარჩოებს, რომელ ჩარჩოებში რაღაცა ეს უკვე ზემდომები ვაჟაზაზაევიჩები და ვიდაცები გვარდოები ვაცები. აი ეს მინდა რომ ამას გეკითხოთ, ასწავლოთ რაც თქვენი მშობელი და კაცი, ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს დააკეთებს, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანია. ხო, მე საკეში ჩაიხედე, უბრალოდ ეცადე. ეგეთი ადამიანი მეორე ან კიდევ მეორე თქვენი კარიერის მაგაზე აღარასდროს დაგენოს, ამას გისურვებთ. ეს ჩემზე კარგად და მართლა კეთილი სუბები მინდა გისურვო. თუ ისე გაგრძელებინე კარიერა, თუ აი ეს ადამიანი რომელსაც ეხლა ლაპარაკობ, საკეში აღარასდროს დაგენოს. ამას მართლა როგორც მეგობარი და თქვენი კეთილი სუბები ისე გისურვებთ. ჩემზე კარგად იცით. თქვენ ამ სიტყვას რა სიბიზნეში გაყენებენ თქვენი ზემდომები, რაც ვაჟაზაevიჩი. Ძალიან მადლობა რომ